ხაზეთიდან დევნილები ხელისუფლების ყურადღების მიღმა სასტუმრო უშბაში მცხოვრები 100-ზე მეტი ოჯახი ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ მეზობლად შენობის დემონტაჟის სამუშაო მიდის, რაც საფრთხეს უქმნის ისედაც ავარიულ შენობას. დევნილები მედიას უყვებიან, რამდენად სახიფათოა გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება არასრულ წყალნებთან ერთად. ყვებიან, რომ როგორც სამინისტრო, ისე მერია წლები არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას შენობიდან გაყვანის და ბინებით უზრუნველყოფის შესახებ. Salme Bokuchava მუშაობს ადგილზე, ის გვერდდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის მეც Salme გისმენთ. გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის ადგილზე დღეს დილიდან დაიწყეს ძველი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რასაც მცირე ინციდენტი მოყვა აღმაშენებლის ხეივანზე. ეს გახლავთ ძველი რესტორანი უშბა, ასევე სასტუმრო ინტურისტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დევნილები 32 წელზე მეტია მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ადგილზე გვეუბნებიან, რომ იყო ძლიერი ბიძგები, მეზობლებს ეგონათ, რომ იყო მიწისძვრა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ რესტორან უშბას ტერიტორიის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რის გამოც მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, ასევე მოვიდა მერიის ზედამხედველობის სამსახური. მათ განმარტეს, რომ მეზობლების საფუძველზე შეიკრიბნენ, თუმცა რაიმე სახის შეფერხებას დემონტაჟთან დაკავშირებით ადგილი არ ქონია და შესაბამისი სამსახური სამუშაოებს აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში. რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტს, ამბობენ, რომ 2 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ მოლაპარაკება პროკურატურასთან სამშენებლო საცხოვრებელი ბინების დაკმაყოფილების თაობაზე და ასევე ჰქონდათ პირობა მიიღებული, რომ აქ რაიმე სახის მშენებლობა ან დემონტაჟი არ დაიწყებოდა, იმიტომ რომ ამ საცხოვრებელ სახლს, სადაც თვითონ უკვე წლებია ცხოვრობენ, აქ პრობლემები, ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული და ასევე არის აუცილებელი მოსახლეობის გაყვანა ტერიტორიიდან და დაკმაყოფილება ალტერნატიული ფართებით. შეთავაზებული იყო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ამბობენ, რომ ეს არის საერთო საცხოვრებელი, ასევე მძიმე პირობებით, რაზეც დევნილები უარს აცხადებენ. ბოლო 2 თვეში კი შეთანხმება დაირღვა პროკურატურასთან, დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო. 4-ჯერ იყო მომხდარი ბოლო 2 თვის განმავლობაში დაპირისპირება დევნილებსა და სამშენებლო კომპანიას შორის, რომელიც ახლა სამუშაოებს ანხორციელებს. ამბობენ, რომ არ შეეგუებიან მიმდინარე სამუშაოებს, რადგან მათ სიცოცხლეს, მათი შვილების უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებათ, ასევე ითხოვენ ალტერნატიულ ტერიტორიას. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გადაგვეღო მათი საცხოვრებელი სახლიც, იგივე სასტუმრო ინტურისტის შენობა-ნაგებობა, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ასევე საერთო საძირკველი აქვს მას იმ შენობასთან, რომლის დემონტაჟიც ახლა მიმდინარეობს და ამბობენ, რომ საფრთხე საკმაოდ მაღალია და დახმარებას ელოდებიან. ეს არის უკვე მეოთხე ის შეგრძნება საშინელი, სადაც ბავშვები წივილ-კივილი ჩამოიღარენ. ბავშვებს იმიტომ ვახსენებთ, რომ უკვე ძალიან არიან განერვლებულები, შეშინებულები. დღის განმავლობაში ფიზიკურად არ შეიძლება გაჩერება, ხმაური, რყევები და ასე შემდეგ. ქონდა რამოდენიმეჯერ კომუნიკაცია ამ მშენებლებთან, რა ქვია, ვინც არიან პასუხისმგებელი პირი და დაგვპირდა, რომ ნუ გეშინიათ, კენჭიც კი არ ჩამოვარდება, ნუ გეშინიათ, ეს უბრალოდ პატარა ბიძგი იყო ტრაქტორის და ასე შემდეგ, 1000 მიზეზი არ გამოილია. დღეს არის მეოთხე შემთხვევა და დღეს ვერც კი აგიხსენთ ისეთი ბიძგი იყო. შეიძლება 15-17 წლის ბიჭებმა ბღავილი ატეხონ და ყვირილი, რომ კიბეებს ხმაური ჭრიალი გაუდიოდა, გამორბოდნენ ბავშვები, ქალები, რომ აი მართლა გვეგონა, რომ ვიღაცა მოიკიდა კორპუსი და ანგრევდა და აი ამას ბოლო აღარ უჩანს. რასაც გვთავაზობენ, ჯერ 113 ოჯახი არის აქ 113 დევნილი ოჯახი არის რეგისტრირებული. აქედან მხოლოდ აძლევენ 85-86 დევნილ ოჯახს, დანარჩენზე მოვიდა უარი პასუხად. ერთ-ერთი ვართ ჩვენ, მე პირადად არასრულწლოვან ბაშკაცს ვზრდი და ჩვენც უარი გვითხრეს და მთავარი ხალხის მოთხოვნა, მათ შორის ჩემით არის ეს, რომ დაგვაკმაყოფილო ნორმალური საცხოვრებელი პირობები. იყო ჩვენ შორის შეთანხმება პროკურატურას და ჩვენ შორის, სანამ ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებდნენ, მანამ აქ არ დაიწყებოდა არანაირი სამუშაოები, მაგრამ პროკურატურაში იყო შეხვედრა თუ მათი წარმომადგენლები? არა, პროკურატურის წარმომადგენლები ჩვენთან მოდიოდნენ. მე როცა გაირკვა, რომ უკან იყო პროკურატურის მშენებლობა, პროკურატურების წარმომადგენლები მოდიოდნენ, შევთანხმდით ეს, რომ შემოაკავეს ეს ადგილი და გითხრეს, რომ თქვენ სანამ არ დაგაკმაყოფილებთ, მანამ აქ არ იქნება არაფერი საშიშროება და ჩვენ ამას არ დავიწყებთ. იქით გზიდან გახსნეს გზა და დაიწყეს მშენებლობა, რომელიც ჩვენ ხელს არ გვიშლიდა. მე რა შეიცვალა არ ვიცი, შეთანხმება დაირღვა.
მოსახლეობა აპროტესტებს დემონტაჟს, რომელიც ნაწილი არის იმ მშენებლობის პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის ნაწილია, რომელიც უკვე 2 თვე აქტიურ რეჟიმში არის გადასული. ამბობენ, რომ არ შეეგუებიან დემონტაჟის პროცესს და არც იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მათი შენობის მიმდებარედ არის დაგეგმილი. ისინი ალტერნატიულ ფარს ითხოვენ. ასევე აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც დაეხმარება 100 მეტ ოჯახს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში სასტუმრო ინტურისტის შენობაში ცხოვრობს.